4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებით ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათ ქვეყანაში დემოკრატიის კრიზისი შექმნეს. ასე აფასებს მუნიციპალური არჩევნების შემდეგდროინდელ პროცესებს შალვა თავაძე. მისი თქმით, ხელისუფლებას პლუს ძლიერი ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დემოკრატიას. თუმცა სამწუხაროდ მმართველი პარტიის ოპონენტებმა ყველაფერი გააკეთეს პოლიტიკური ველიდან გასვლის მიზნით, რამაც ვითარება იმ კონდიციამდე მიიყვანა, რაშიც ახლა აღმოჩნდით, ამბობს ის. ის რაც 4 ოქტომბერს მოხდა, მე ვიტყოდი, რომ შესრულდა ის დანაპირები, რა დანაპირებიც ოპოზიციამ გააკეთა. ანუ ისინი იწყებდნენ 4-ში და მართლაც 4-ში დაამთავრეს, მაგრამ დაამთავრეს არა თავის სასარგებლოდ, არამედ თავის აზიანოდ. უმძიმეს მდგომარეობაშია. ადრე საუბრობდნენ პოლიტიკურ კრიზისზე ქვეყანაში და ახლა მართლა პოლიტიკური კრიზისია. რატო? იმიტომ ახლა არის უკვე დემოკრატიის კრიზისი. დემოკრატია უპირველესად გულისხმობს, როდესაც ხელისუფლება არის დემოკრატიულ საწყისებზე დგას, მაგრამ იმავდროულად მის დემოკრატიას აძლიერებს ძლიერი ოპოზიცია. ანუ ხელისუფლება ძლიერი ოპოზიცია ქმნის დემოკრატიულ გარემოს. სამწუხაროდ ჩვენმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გასულიყო ბრძოლის ველიდან. და არა მარტო აი 4 ოქტომბერი მოსყიდულობაში, ჩვენ ახლა მივჩერები ვართ წლების განმავლობაში, აი 2012 წლიდან მოყოლებული, რა მესიჯები მისცა საზოგადოებას ოპოზიციამ, რომ საზოგადოებას ამ მძიმე ბრძოლაში და ეს არ არის ადვილი ბრძოლა, მხარი დაეჭირა ოპოზიციისათვის. არავი არც ერთი ისეთი მესიჯი არ გაჟღერებულა, რომ საზოგადოება გვერდში დადგომოდა. რა იყო? თავიდანვე დაიწყო, რომ ივანიშვილი არის რუსული პროექტი და აი ეს მოსდევს იქიდან მოყოლებული და მერე დაიწყეს ივანიშვილის ტყეებზე, ხეებზე, ესა დევნა, მერე ფარშავანგებზე, მერე ჟირაფებზე და მოვედით ბოლოს აი აქ სადაც მოვედით ახლა. და ქართველი ხალხი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიწვია, თუ შეიძლება ასე ითქვას და ასეთ ფეთქებად ერთჯერად მესიჯებზე აღარ რეაგირებს ისე როგორც საჭირო იყო. არადა ოპოზიცია შეეძლო ისეთი მესიჯებით მისულიყო საზოგადოებასთან, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოწოს ეს ხელისუფლება და ის დიდი ნაწილი ის არ მისული თუნდაც არჩევნებზე გადაწყვეტდა ამ არჩევნების საკითხს. მაგრამ დღეს ახლა მე უსმენდი ოპოზიციურ ტელევიზიებს, არავით არის სიახლე. გარდა იმისა, როგორ გაამართლონ, როგორ ამოვიდნენ იმ წუმპი და რა წუმბეშიდაც მოაქციეს თავისი თავი. ეს არის ძალიან ცუდი. მე გული მწყება, რომ ქართული ოპოზიცია ვერ შედგა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძლიერი ოპოზიციის გარეშე ძლიერი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება. სამწუხაროდ დღეს ასეთი სურათი გვაქვს. მე არ ვიცი ხვალ რა იქნება, როგორ აიღებს ოპოზიცია პასუხისმგებლობას იმაზე თავის თავზე, რაც გააკეთა. რატომ ჩამოყალიბდა ქართულ საზოგადოებაში ნიჰილიზმი ოპოზიციურ აზროვნებასთან დაკავშირებით? მე მთელი ცხოვრების დიდი ნაწილი პოლიტიკაში ამ ოპოზიციაში მაგატარებული და ვიცი რა აწუხებს იმ ხალხს. რატომ, როდესაც ლაპარაკობენ ივანიშვილის დიქტატურაზე, თუ დიქტატურა არის, ხომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ თვითონ მიიყვანეს ეს პროცესი დიქტატურამდე თავის დროზე, როდესაც სრულად გააუქმეს თვითმმართველობები ადგილზე. ხალხის ხმა თუ უნდა, ხალხისმა თვითმმართველობიდან ისმის და არა ზემოდან, ქვემოდან, მით უმეტეს ევროპის სტრუქტურებიდან. მაპატიეთ ამ აღიზიანებისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვწუხარ ამაზე, როცა ფაქტიურად ხელისუფლებას არავითარი ალტერნატივა არ აყავს ამ ქვეყანაში. იმედია, ქართული საზოგადოება გამოიღვიძებს, ისინი ჩათვლიან ძალიან ბევრი, რომ უნდა გავიდნენ პოლიტიკიდან და ჯერა რომ ქართულ საზოგადოებაში არის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც რეალურ ალტერნატივას შეუქმნის არსებულ ხელისუფლებას.
ქვეყანაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა როგორც დარგის ხელმძღვანელი პირები ამბობენ, ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. პროცესი თამარ გველესიანის განცხადებით მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებში იწარმოებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის 9 ოქტომბრის ბრძანებით გრიპის სეზონური ვაქცინაციას დაქვემდებარებული და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფის მუსტისა და ვაქცინაციის ჩატარების წესის შესახებ დამტკიცების შესახებ მივიღეთ ჩვენ დავალება და მის შესაბამისად 2025 წლის 8 ოქტომბერს უკვე შემოვიტანეთ 9 ოქტომბერს შემოვიტანეთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ის რაოდენობა რაც დაგეგმილი ჰქონდა ჩვენი სამედიცინო დაწესებულებების და პირველადი ჯანდაცვის ოჯახის ექიმების დაგეგმარების მიხედვით. სრულად არის შემოტანილი ვაქცინების რაოდენობა, ეს განსხვავდება ფრანგული ვაქცინა, გრიპის საწინააღმდეგო და ამ ბრძანებას ანახლავს განდარგული ბრძანებას ახლავს შემდეგი შინაარსი, რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია დაიწყოს 10 ოქტომბერს და გაგრძელდეს ქვეყანაში მარაგის ამოწურვამდე. ბრძანებას ანახლავს რეკომენდაციების დანარჩენი და ასევე ახლავს ის ამონათვალი, ვინ შედის ამ ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკის ჯგუფებში და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფები, რომელიც ახლავს რომელიც გადაცემულია ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის, ვაქცინების მარაგსაც შეეხება 1300 დოზა განაწილდა უკვე ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, მათი მოთხოვნის შესაბამისად, რაც შეეხება საექიმო ამბულატორიებს, მივაწოდებს ორშაბათს და უკვე მათ ყველა მოქალაქეს შეიძლება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიიღოს მოსახურება და ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს 200,000 დოზა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდირებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაადრევადაც მოვემზადეთ, ასე ვთქვათ, ამ გრიპის სეზონისთვის, ასე შეგვიძლია ვთქვათ, მთლიანად მარაგი, რომელიც საჭირო იქნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუნიზაციის საწარმოებლად, სრულად არის იმპორტირებული საქართველოში, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის. მაგალითად შვეიცარიაში გამოყენებული ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და მეორეს მხრივ აბსოლუტურად ეფექტიანი საიმისოთ, რომ სრულფასოვნად დაიცვას ადამიანი გრიპისგან. განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ეს შეიძლება რაღაცა განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყოს სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის ეს არის გარკვეული დაავადების მატარებლობა, ეს შეიძლება იყოს თქვათ ასაკი, შეიძლება იყოს ორსულობა და სხვადასხვა. იმისთვის რომ ისინი დაცული იყვნენ გრიპისგან და შესაბამისი შესაძლო გართულებებისგან, ამისთვის რეკომენდირებულია, რომ თითოეულმა მათგანმა მიმართოს იმუნიზაციის ცენტრებს და ჩაიტაროს აცრა. ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში შემოტანილია ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი ვაქცინა ვაქსიგრიპი, ეს არის სანოფის წარმოების მაღალი ხარისხის ეფექტური ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მათ შორის ევროპის ქვეყნებში, შვეიცარიაში, პოლონეთში და სხვა. ვაქცინა მორგებული არის მიმდინარე სეზონზე მოცირკული შტამებზე და ის გათვალისწინებული არის ჯანმოს რეკომენდებული ვაქცინების სიაში. ეს არის სრულად უსაფრთხო და მაღალი ეფექტურობის. საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის და ის არის სრულად უფასო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ბენეფიციარებს ვაქცინაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს რეგისტრაციის მიხედვით, სერვისის მიმწოდებლების სია ასევე გამოქვეყნებული იქნება დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება მათთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინა ჩაიტარონ განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ჯგუფებმა, რომლებშიც შეიძლება გრიპის დაავადება გართულებებით წავიდეს. ესეთი ჯგუფები არის ორსულები, ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, იმუნოკომპრომეტირებული პირები და სხვა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულიად უფასოა. შეთანხმება მე ვიტყოდი, რომ მყიფია ძალიან და ვინც ფიქრობს, რომ აი ამ შეთანხმებით თუნდაც ზავი დავარქვათ
ეს კონფლიქტი დამთავრდება, ძალიან შემცდარა. მე არაერთხელ იგივე თქვენი ტელევიზიითაც გამომითქვამთ ჩემი აზრი, რომ ახლო აღმოსავლეთი ეს არის ძალიან ფეთქებადი რეგიონი. შესაბამისად აქ ბევრ სახელმწიფოს აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ახლა აი ამ პროცესში და გვეუბნებიან, რომ თითქოს ეს ომიც უნდა დამთავრდეს. არადა რაც გაცხადდა შეთანხმების პუნქტები მომსხვერპლობაში, ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ, რომ ეს ომი, თუნდაც კონფლიქტი დავარქვათ მას, დასასრულისაკენ მიდის. რატომ? იმიტომ რომ ის არ პასუხობს არც ერთ იმ კითხვებს, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. არადა ეს კითხვები საკმაოდ ფუნდამენტალურია და ასეთი შეთანხმებით ეს საკითხი არ გადაწყდება, იმიტომ რომ პალესტინელებს თუ შეიძლება ასე ითქვას, გავკადნიერდებით და ვიტყვი, რომ აქვთ სრული უფლება, მორალურიც, პოლიტიკურიც, რომ დააყენონ საკითხი თავისი სახელმწიფოს არსებობასთან დაკავშირებით. ანუ ეს რო სახელმწიფოდ უნდა იქცეს პალესტინა, ხომ? ამაში დღეს მე მგონი ევროპის ბევრ სახელმწიფოსაც აღარ ეპარება ეჭვი და აღიარებული უნდა იქნეს მისი სახელმწიფო. ეს პალესტინელი არაბების ისტორიული მოთხოვნა არის, რომელიც არ სურს გაითვალისწინოს ისრაელს. ისრაელს თავისი ინტერესები გააჩნია. ამიტომ არ მომხდარა შეჯერება ორივეს ინტერესებისა და არ მომხდარა შეჯერება და შეთანხმება იმ დონეზე, რომ ერთმაც და მეორემაც აღიაროს თავისი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილება. აქედან კი შორს დგას ეს საკითხი. ღაზას სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა ჰამასმა. გათავისუფლდება 250 პალესტინელი, რომლებიც სამუდამო პატიმრობაში არიან ისრაელის ციხეებში. შესაბამისად, შეთანხმების ნაწილია 1700 პალესტინელის ღაზიდან გათავისუფლებაც. ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა ისრაელის მთავრობამაც. შეგახსენებთ, ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია 2 წლის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც საზღვარზე მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე ჰამასმა ტერორისტული აქტი მოაწყო და მძევლები აიყვანა.